ადამიანები დღესდღეობით ძალიან ბევრს საუბრობენ სულიერ გამოღვიძებასთან დაკავშირებით, ცნობიერის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, სულიერ გამოღვიძებასთან დაკავშირებით. მაგრამ სურვილი ამ ყოველივესი უნდა იყოს ძალიან გაცნობიერებული, ძალიან გააზრებული, იმიტომ რომ უმეტესი ადამიანები არ არიან მზად ამ ყველაფრის მისაღებად და ამ ყველაფრის შესაცვლელად, რასაც მათი ჩვეული ყოველდღიურობა ქვია. ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ სიტყვა. მე მესმის, რომ თქვენ გსურთ სიახლე, ზრდა, გადახალისება, ის რომ ყველას სურს სულიერი ევოლუცია, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა თუ აცნობიერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ნიშნავს ნგრევას და არა უბრალოდ დეკორაციულ ცვლილებას. როცა შენ სამყაროში ეძახი ტრანსფორმაცია, შენ იძახებ ქარიშხალს, რომელიც აუცილებლად მოვა და რომელმაც აუცილებლად უნდა დაანგრიოს ძველი შენობა შენს სამყაროში. ამ შენობაში შენ ჯერ კიდევ ინახავ ტკივილს, მიჯაჭვულობას და კომფორტს, ნაცნობ კომფორტს. შენ ამბობ, რომ მე მინდა გავიზარდო, მაგრამ მზად ხარ თუ არა, რომ დაკარგო ის, რაც შენთვის ჩვეული და სტაბილურია. მეგობრები, ურთიერთობები, აზრები, ყველაფერი, რაც შენ ძველ შენობად არის ქცეული. იმ ყალბ კომფორტის ზონად, რომლიდან გამოსვლაც რეალურად ძალიან გეშინია. ჩემო მეგობარო, ნამდვილ ტრანსფორმაციას სიკვდილი ქვია. მაგრამ ეს სიკვდილი, ეს გარდაცვალება არ არის სხეულის, არამედ ფორმების, რომელიც რეალურად აღარ ემსახურება შენს სულს. მოდი იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან. მართლა გინდა ზრდა? თუ გინდა ცვლილებები ისე, რომ არაფერი ძველი არ დაკარგო. რადგან ცოცხალი ცეცხლი მხოლოდ მაშინ იბადება, როდესაც ძველი ნანგრევები ფერფლად იქცევა. კითხე შენს თავს. მინდა გამოვიღვიძო. მინდა გავიზარდო სულიერად, მინდა განვიარო ეს ტრანსფორმაცია, რაც ერთი შეხედვით ძალიან მარტივი, ძალიან რომანტიული და ძალიან ლამაზი გგონია. მზად ხარ თვალი გაუსწორო ამ ყველაფერს? რადგან სხვა ყველაფერი, რასაც შენ შესაძლოა სულიერ ზრდას უწოდებდე, ნგრევის გარეშე და ტრანსფორმაციის გარეშე, უმბრალო ვარდისფერი ილუზია, რომელიც ამ სამყაროს ისედაც არ აკლია. გისურვებთ წარმატებებს.